სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ახლა არის პასუხგაუცემელი და რომელზე პასუხიც სავარაუდოდ გვექნება მას შემდეგ, რაც გაიმართება ისტორიული შეხვედრა დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შორის. უსაფრთხოების გარანტიები ახლა არის განხილვის მთავარი საგანი დასავლურ მედიაში, წერენ, რა შეიძლება შესთავაზონ უკრაინას იმის სანაცვლოდ, რომ ის დათანხმდეს პუტინის სამშვიდობო გეგმას, რომელიც არც თუ ისე სამართლიანად გამოიყურება უკრაინასთან მიმართებით. მთავარი კითხვა მოიაზრებს შემდეგს, არის თუ არა ეს უსაფრთხოების გარანტია გულისხმობს თუ არა ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი მუხლის ამოქმედებას, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. მაყურებლისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, ნატოს აქვს მეხუთე მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ თუ მაგალითად რომელიმე მოკავშირე ქვეყანას ვინმე თავს დაესხმება, მაშინ ნატოს წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან, რომ ერთობლივად დაიცვან მისი მოკავშირე სახელმწიფო, წევრი სახელმწიფო. უკრაინა ამ შემთხვევაში არ არის ნატოს წევრი, თუმცა მას გაცხადებული აქვს საკუთარი პოზიცია იმის შესახებ, რომ სურს გახდეს სამხედრო ალიანსის წევრი ქვეყანა. თუ იმ შემთხვევაში თუ ეს უსაფრთხოების გარანტია მოიაზრებს დაახლოებით ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი მუხლის ამოქმედებას, მაყურებლისთვის ისიც კარგად უნდა იყოს ცნობილი და უნდა ვუთხრათ მას, რომ ამ შემთხვევაში მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, უკრაინაში უნდა გადაიტანონ ლოჯისტიკური მოწყობილობები, უნდა გადაიყვანონ სამხედროები, იქ დაზვერვა უნდა განთავსდეს, რაც დიდ დროსთანაც არის დაკავშირებული და მეორეს მხრივ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინას დღის მდგომარეობით ასეთი თავდაცვა არ გააჩნია და სწორედ ეს არის ის, რასაც რეალურად ვოლოდიმირ ზელენსკიც ითხოვს. აქ საგულისხმოა კიდევ ერთი დეტალი და ფაქტორი, ვიუტკოფის განცხადება, რომელიც მთავარი მომლაპარაკებელია პუტინთან, ის ამბობს შემდეგს, რომ პუტინი თითქოს თანახმა ასეთი უსაფრთხოების გარანტიების შექმნის იდეაზე, რომელიც შეიმუშავეს ევროპელმა პარტნიორებმა და ამერიკამ ერთობლივად. საინტერესოა, დღეს რა სიტყვის უკვე ამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი. ყოველი შემთხვევისთვის ისიც ფაქტია, რომ დასავლურ მედიაში წერენ შემდეგს, რომ დღეს არის ვოლოდიმირ ზელენსკი შეუძლებელი დილემის წინაშე და მას საკმაოდ მძიმე პოლიტიკური საუბარი ელოდება დონალდ ტრამპთან და ასევე CNN წერს იმას, რომ დღეს სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმისთვის, რომ ნაკლები ტერიტორია დათმოს, თუ ასეც აპირებს საერთოდ. აქ ახლა მაყურებელი მოისმენს მათ შორის ევროპელი ლიდერების კომენტარებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების საკითხები უკრაინის მონაწილეობით უნდა გადაიჭრას და რომ უსაფრთხოება მშვიდობაში მთავარია. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისკენ არის მიმართული. უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები უმნიშვნელოვანესია, რადგან უკრაინას უნდა შეეძლოს ეფექტურად დაიცვას თავი ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც კი. საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, მათ შორის უკრაინისთვის დახმარების გაწევით, რათა მოსკოვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დათმობებზე წავიდეს. ეს მთლიანი პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს ომი აუცილებლად უნდა დასრულდეს. საჭიროა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. პირველ რიგში საინტერესოა, რა წინადადებით მივლენ პრეზიდენტი ზელენსკი და მისი გუნდის წევრები თეთრ სახლში. სავარაუდოა, რომ ეს პუტინის გეგმის საწინააღმდეგო წინადადება იქნება. პრეზიდენტი ტრამპის შუამავალია, ის ცდილობს დაინახოს, შეუძლიათ თუ არა მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. საჭიროა უსაფრთხოების გარანტიების გაცემა. ნატოს მოკავშირეები მზად არიან ნაბიჯები გადადგან. საბოლოოდ პრეზიდენტ ტრამპს მოუწევს ყველას მოусმინოს და შეაფასოს ვითარება. არის თუ არა შესაძლებელი შემდეგი ნაბიჯის გადადგმა. რა თქმა უნდა, ნატოს აქვს ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურა, რაც მნიშვნელოვანია ევროპელი მოკავშირეებისთვის. ამიტომ მგონია, რომ დანარჩენს ხვალ თეთრ სახლში მოვისმენთ. არის თუ არა ვლადიმერ პუტინი მზად რომ დაიდოს სამშვიდობო ზავი და მეორეს მხრივ შეასრულოს საკუთარი სიტყვა. ეს არის შემდეგი კითხვა, რომელიც ისმის დასავლურ მედიაში და მაყურებელი ახლა მოისმენს შემდეგ კომენტარს, რომელიც გააკეთა ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომელსაც გააჩნია დონალდ ტრამპთან მუშაობის დიდი გამოცდილება. როგორც თავადვე ამბობს, იცის როგორ მუშაობს ტრამპი დიქტატორებთან და ისიც იცის როგორ მოქმედებს ამ დროს მაგალითად ვლადიმერ პუტინი. მან გაიხსენა გასული 25 წლის განმავლობაში როგორ მიქონდა მეზობლებზე იერში ვლადიმერ პუტინს, მათ შორის ის ახსენებს საქართველოსაც და მათ შორის ის ახსენებს ყირიმის ანექსიის საკითხსაც. რატომ შეიძლება რომ არენდონ ვლადიმერ პუტინს? ბუნებრივად ჩნდება ეს კითხვა, რადგან გვახსოვს არაერთი მისი დარღვეული სიტყვა. მათ შორის
CNN-იც წერს იმას, რომ თავად ვლადიმერ პუტინი და რუსეთი მონაწილეობდნენ რუსეთ-უკრაინის საზღვრების რატიფიცირების პროცესში და შემდეგ უკვე თავადვე დაარღვიეს ეს დოკუმენტი და პირველ რიგში მიიტანეს იერიში ყირიმზე. მოკლედ რომ შევაფასოთ, ამერიკელ პოლიტიკოსებში არის ასეთი განწყობები, რომ ვლადიმერ პუტინთან არ ჭრის დიპლომატიური საუბარი და საჭიროა მასზე წნეხი გაძლიერდეს, მათ შორის სანქციების კუთხითაც. ტრამპი ნამდვილად შესახებია იმის გამო, რომ მან შეძლო და მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ცუდი ბიჭი პუტინია. სწორედ მან დაიწყო ბრუტალური ძალადობა და სისხლის მღვრელი ომი უკრაინაში. მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი მისი სისასტიკის შედეგები. საჭირო ამერიკამ ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინას და შექმნას პირობა გრძელვადიანი მშვიდობისთვის. მე ტრამპთან 4 წლის განმავლობაში ვიმუშავე. ვიცით, როგორია მისი სტილი დიქტატორებთან ურთიერთობისას. ეს ხავერდის ხელთათმანია, მაგრამ მე ვფიქრობ, საჭიროა ჩაკუჭი. აქ მოდის ზელენსკი, აქ მოდიან ევროპელი ლიდერები. ვფიქრობ, რას ტრამპმა უნდა გააკეთოს არის ის, რომ აიღოს ტელეფონი და დაურეკოს ჯონ ტუნს. სთხოვოს მას, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს მეორადი სანქციების შესახებ კანონპროექტი. საჭიროა პუტინისთვის იმის ჩვენება, რომ ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ქმედებები, რომელიც დაანგრევს მის ეკონომიკას. გავიხსენოთ გასული 25 წელი. ბუშის პრეზიდენტობისას პუტინი თავს დაესხა საქართველოს. ობამას პრეზიდენტობისას ყირიმს შეუტია. 3 წლის წინ ეს ომი დაიწყო. პუტინი არ მალავს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ძველი საბჭოთა გავლენების გაძლიერება უნდა, რომელსაც ბოროტების იმპერიას უწოდებდით. ვფიქრობ, პუტინს მხოლოდ ძალის ესმის. ჩემი აზრით, დიპლომატიით პუტინი არ გაჩერდება, სანამ არ მიხვდება, რომ ეს რუსეთს უზარმაზარი ფასი დაუჯდება. ახლა უკვე ყველა ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინშია. ვიცით, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. სავარაუდოდ ის ამ მომენტშიც ფიქრობს მის გუნდთან ერთად, რა შეიძლება გადაწყვიტონ საბოლოოდ და რა პოზიცია შეიძლება დააფიქსირონ დონალდ ტრამპთან ერთ-ერთზე მოლაპარაკების დროს, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ვიცით, რომ ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართება შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან. 7 ევროპელი ლიდერი იმყოფება, უпроსტად აპირებს გამგზავრებას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვიცით ისიც, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები თბილისის დროით საღამოს 9 საათზე დაიწყება.